გამარჯობა მეგობრებო, სანამ ვიდეოზე გადავალთ, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი სპონსორი გახდა Adidas-ი, რომელმაც გამოგვიგზავნა ეს უნიკალური მიკროფონი. და თუ თქვენს გინდათ რომ შეიძინოთ ესეთი უნიკალური მიკროფონი, აი აქ ამონაცდება ჩვენი პრომო კოდი, გამოიყენეთ და გექნებათ 50%-იანი ფასდაკნება. მოიცა, დაწნარდით. ეხლა რაც შეეხება უკვე ვიდეოს. დღეს ლუკას დავუსმევთ რამოდენიმე კითხვას, ესე ვთქვათ, ბლიც კითხვები და ლუკა გაგცემს ამ კითხვებზე პასუხს. ლუკა მზად ხარ? რა თქმა უნდა. მე და ჩემი მეგობარი დღეს გაგცემთ პასუხს ყველა კითხვაზე. თქვენ მეგობარს რა ქვია? სახელი არა აქვს ჯერ და დაგვიწერეთ კომენტარებში და თქვენ შეურჩიეთ სახელი. პირველი კითხვა არის ესეთი. შენი საყვარელი მოკრივე? ჩემი საყვარელი მოკრივე ყველა დროის საუკეთესო მოკრივე მუჰამედ ალი. შენ რას ფიქრობ? მუჰამედ ალი. კი, ორივე მუჰამედ ალი. ნუ ვერ შეეწინააღმდეგები. მეორე კითხვა. რომელი არის უფრო მნიშვნელოვანი? შეტევა თუ თავდაცვა? ჩემი აზრით პირველ რიგში საჭიროა თავდაცვა. თუ თავდაცვა არ გაქვს, შეტევასაც ვერ განახორციელება. მაგრამ კარგი, ორივე იყოს, ორივე. ანუ პასუხი არის ორივე. ორივე. შენ რას ფიქრობ? სამივე. კარგია, სამივეს ფიქრობს. და უცბად სისწრაფე თუ დარტყმის ძალა? ჩემი აზრით სისწრაფე. როცა სწრაფად ურტყავ, ძალაც მოდის და ძალით როცა ურტყავ, სისწრაფე გეკარგება. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ორივეს ავირჩევდი. მაგრამ პრიორიტეტი მაინც სისწრაფეს, რა თქმა უნდა. კარგი. რომელია შენი საყვარელი სტილი? ჩემი საყვარელი სტილი არის მეორე ნომრად მუშაობა. ანუ სულ მოძრაობაში ხარ და სულ დისტანციაზე, სულ კონცერტებზე იჭერა და ძალიან უნგებიანია ეგ რა. ეს არის ჩემი სტილი. თქვენ რას ფიქრობთ? ეს მე გაგცემ მოდი ამაზე პასუხს. კი. ეს ძირთადად ერთ ადგილზე დგას, მე მოძრაობ და მე ურტყავ. მართალია ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ სპარინგებში მეხმარება, ჩემი სპარინგ პარტნიორია. და ბოლო კითხვა. რომელია შენი საყვარელი დარტყმა? ჩემი საყვარელი დარტყმა? ამას ეხლავე გაჩვენებთ. ანუ არ? ანუ ვეღარ ვი. გაიჩნდა მეორე.